აირჩიე რაც გულს უნდა Elite Electronics-ში. ბოშის შეძენისას მიიღე საჩუქარი, მოიგე ავტომობილი და 50,000 ლარი. BTB ბანკის საუკეთესო შემოთავაზება. სესხები ლარში უზრუნველყოფის გარეშე. შეიძინეთ ან გაარემონტეთ უძრავი ქონება. შეიძინეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი. გადაფარეთ მიმდინარე სესხები ან უბრალოდ გამოიყენეთ თანხა თქვენი პირადი მიზნებისათვის. ისარგებლეთ BTB ბანკის სესხით 5 წლამდე ვადით 45,000 ლარამდე. უზრუნველყოფის გარეშე. შემოგვიერთდით. VTB ბანკი. დიდი უპირატესობა. ულტრათანამედროვე, მრავალპროფილური, ISO სტანდარტის კლინიკა N-Medici გთავაზობ სრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურებას. თვალის, ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლისყრუს ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია და ენდოკრინოლოგიური სტაციონარი. კლინიკა N-Medici, კლასიკური მედიცინა, პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება. აირჩიე რაც გულს უნდა Elite Electronics-ში. Huawei P9 შეძენისას მიიღე საჩუქარი, მოიგე ავტომობილი და 50,000 ლარი. 2015 წელს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთათვის სტატუსის მინიჭებასა და კანონით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობას. მარნეულის მუნიციპალიტეტის 9 სოფელი წერაქვი, ჯანხოში, ყუდრო, ხოჯორნი, აღკერპი, ჩანახში, ულიანოვკა, ხოხმელი და ოფრეთი შევიდა მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში. ისათვის, რათა მიიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი, აუცილებელია პირი იყოს საქართველოს მოქალაქე. რეგისტრირებული უნდა იყოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებაში. მაღალმთიან დასახლებაში წლის განმავლობაში მინიმუმ 9 თვე ფიქსირდებოდეს ცხოვრების ფაქტი. სტატუსის მისანიჭებლად საჭიროა მიმართოთ მუნიციპალიტეტის გამგეობას და წარმოადგინოთ პირადობის მოწმობა. სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მაღალმთიან დასახლებაში წლის განმავლობაში მინიმუმ 9 თვე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები, კომუნალური გადასახადის ქვითრები, დასახლებაში რეგისტრირებული მოწმეთა განცხადებები, ცნობა მაღალმთიან დასახლებაში დასაქმების შესახებ, შინასამეურნეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სტატუსის მისაღებად აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციებიდან მინიმუმ 2-ის წარდგენა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ნიზამის ქუჩაზე 600 მეტრის ასმელი წყლის ამორტიზირებული მილები იცვლება. ძველი მილების გამო დაახლოებით 50 ოჯახს ასმელი წყალი შეზღუდულად მიეწოდებოდათ. სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება. სამუშაოებს მარნეულის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ასრულებს. დღეს ჩვენ ვაწარმოებთ სარემონტო სამუშაოებს სოფელ ყიზილაჯლოში. დიდი ხანი აქ მილები იყო შესაძლებელი, მაგრამ ბევრი ფაქტორი იყო, რაც ხელს გვიშლიდა. სამუშაოები ერთ კვირაში უნდა დასრულდეს. ამ წყლის მილების გამოცვლით დაახლოებით 50 ოჯახის წყალმომარაგება გაუმჯობესდება. დიდი ხანია სასმაწყაზე პრობლემები გქონდა, ძალიან მწვალობდით. კარგია რომ აკეთებენ. ძველი მილები იყო და წყალი ბევრ ადგილას გასდიოდა. ისეთი ტალახი იყო, გზაზე ვერ დავდიოდით. მარნეულის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები მხიარული სტარტების 2016 წლის საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. მოსწავლეები ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში 4 გუნდს შეხვდნენ. მე-6 სკოლის მოსწავლეებმა ფინალშიც 4 გუნდი დაამარცხეს და გახდნენ საქართველოს ჩემპიონები. მარნეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ჩემპიონები ორჯერ 2014 და 2016 წელში გახდნენ. მოსწავლეებს მხიარულ სტარტებში გამარჯვება სკოლის დირექტორმა და სკოლის დირექტორის მოადგილემ მიულოცეს. ლოცავ სკოლას, მთელს რაიონს ამდენ წარმატებას, ეს ნამდვილად სასიხარულოა. სასიხარულო ის რომ სკოლაში საკმაოდ აქტუალური ბავშვები არიან და ერთობიან ასე სპორტულ ღონისძიებებში და იმედი მაქვს რომ მომავალი წარმატებები კიდევ წინ გვერდება.
თვალის. რაიონის ორგზის ჩემპიონები ვარ და საქართველოს ერთგზის ჩემპიონი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვებმა მართლაც რთული ეტაპი გაიარეს, ნახევარფინალური შეხვედრები ჰქონდათ, სადაც პირველ ადგილზე გავიდნენ და ფინალშიც აი 4 გუნდს შორის პირველი ადგილი აიღეს და ამით გუნდმა დაამტკიცა. ისე თქმაც მინდა თქვა, რომ 2014 წელს აღებული საქართველოს ჩემპიონობა არ იყო შემთხვევითი, რომ ნამდვილად ღირსები არიან და გულოცავს უყოლად. მართლა ვამაყობ მათი და საერთოდ მინდა კიდე დავაფასო, აღვნიშნო მათი მასწავლებლის ზაზა გაბისონია შრომა, რომელიც თავდაუზოგავად მუშაობდა და შედეგმაც არ დააყოვნა. ძალიან ბედნიერები ვარ, ძალიან გვიხარია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა უკვე მეორედ არის ამ თამაშში საქართველოს ჩემპიონი. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ნუ შედეგით სახეზეა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სხვა გუნდის წარმომადგენლებს ღირსეული თამაშისათვის და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბავშვები ეს ღირსეულად გააგრძელებენ ამ ჩვენს ტრადიციას და შემდეგ თამაშებშიც კარგ შედეგს დადებენ. კლინიკა ლანცეტის ექიმებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარეს. მოსახლეობას გამოკვლევა 15-მა მაღალ პროფესიონალმა ექიმმა ჩაუტარა. კლინიკა ლანცეტი უფასო სამედიცინო გამოკვლევებს მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს. ჩამოყვანილი არის 15-მდე სპეციალისტი სხვადასხვა სახის. პაციენტების მოდინება არის დამაკმაყოფილებელი, ამ ეტაპზე დაახლოებით 30-40 არის, 30-40 ადამიანი. მიმდინარეობს ყველა სახის გადაუდებელი და შესაბამისი ამბულატორიული დახმარება, თავისი რასაკვირველია ფორმაციის და დახმარების, ანუ რეკომენდაციის და რეცეპტის გამოწერით და დანიშნულების მიცემით და საჭიროების შემთხვევაში დაბარებულები იქნებიან იმ გადაუდებელ ოპერაციულ ჩარევაზე, თუ საჭიროება ამისა წარმოქმნას. მხედველობის პრობლემა მაქვს, მივედი ექიმთან. ოპერაცია მჭირდება, ყველა საბუთი გამიმზადეს და დანიშნულებაც მომცეს. მარნეულის კოლეჯ ელიტის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების პროგრამების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით კოლეჯში 6 ფაკულტეტზე სწავლა უფასოდ მიმდინარეობს. დღეს კოლეჯ ელიტის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგი პროგრამაა. ჩემი სურვილია, რომ ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდეს, რათა მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს პროფესიული განათლება. დიდ მადლობას ვუხდი სოციალური დაზღვევის ფონდს, რომ ასეთ კარგ პროექტს აფინანსებს. ჩვენი კოლეჯის მეშვეობით რეგიონში განხორციელდა კადრების გადამზადება ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებზე. ეს იყო გამოკითხვა ჩატარებული რეგიონს რა კადრები, რა სპეციფიკისაც საჭიროებოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სრულიად უფასოდ განახორციელა ჩვენმა კოლეჯმა. ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები, მაგალითად, როგორც არის ექთანი, როგორც არის ბუღალტერი, ოფის მენეჯერი და ასე შემდეგ. პროგრამის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ 2 თვის განმავლობაში პროგრამის ნახევარზე მეტი ბავშვებმა გაიარეს პრაქტიკის ობიექტებზე. პედაგოგებიც იყვნენ პოტენციური დამსაქმებლები, ადამიანები, რომლებიც მაგალითად ჯეოკლინიკაში მუშაობენ, ანუ პოტენციური დამსაქმებელთან უშუალო პერმანენტული ურთიერთობა ჰქონდათ მათ. და საკმაოდ ნაყოფიერი და საკმაოდ ვიტყვით, რომ ეფექტური კურსები გამოვიდა. ჩვენ ახალგაზრდები მზად ვართ, რომ ჩვენს სახელმწიფოს გვერდით ვიყოთ და გვერდით ვართ, ბოლომდეც ასე ვიქნებით. და ჩვენთვის ის შანსი იყო სახელმწიფომ შეგვიქმნა. ეს შანსი ჩვენს ბოლომდე გამოვიყენეთ, ასე ვფიქრობთ და ასევე მომდევნო წლებში ჩვენს ასევე გავაგრძელებთ ჩვენს პროფესიაზე, პროფესიისთვის ვიბრძოლოთ, ჩვენი მომავლის ვიბრძოლოთ და ჩვენთვის ყველაფერი იქნება ანუ ხელმისაწვდომი. Marneuli munitsipalitetinin Qızılhacılı kəndinin Nizami küçəsində 600 metrlik içməli su sistemlərinin dəyişdirilməsi həyata keçir. Köhnəlmiş içməli su kəməri 50 nəfərə problem yaradırdı. Birləşdirilmiş su şirkətinin həyata keçirdiyi təmir işlər bir həftəyə başa çatacaq. Bugün biz Qızılhacılıda içməli su reabilitasiyasını həyata keçiririk. Su problemi bu küçədə 50 ailəni narahat edirdi. İşlər təxminən bir həftəyə bitməlidir. Allah köməyiniz olsun ay bala. Batmış yerdə batıbdı. Bir adam baxmırdı bura. İndi siz Allah kömək olsun bizə su gətirirlər buradan. Suyun olmaması qabaqda nə ki problem? Ay bu problem budur ki, məktəbə uşaq aparıb gətirə bilmir. Yollar batqındır, bütün dağılıbdır yollar.
Marneuli munisipalitetinin 6 saylı ictimai məktəbinin şagirdləri Şən Startlar 2016-nın çempionu oldular. Şagirdlər yarım finalda 4 komanda ilə mübarizə apardılar. 6 saylı məktəbin şagirdləri finalda da 4 komandaya qalib gələrək Gürcüstan çempionluğu əldə etdilər. Onlar eləcə də 2014-cü ildə çempionluq əldə etmişdilər. Uşaqları məktəbin direktor və direktor müavini təbrik etdi. Məktəbimizin şagirdlərini qələbə münasibəti ilə təbrik edirəm. Həqiqətən də sevindirici haldır. Ümid edirəm uğurlarımız gələcəkdə də davam edəcək. Gürcüstan və rayon çempionuyuq. Qeyd etmək istəyirəm ki, uşaqlar həqiqətən də çətin mərhələ keçdilər. Yarım finalda və finalda birinci yerə sahib oldular. Mən şagirdlərimizlə fəxr edirəm və onları təbrik edirəm. Çempionluq əldə etdiyimizə görə çox sevinirik. Qeyd edim ki, biz artıq ikinci dəfədir ki, Gürcüstan çempionu oluruq. Böyük əmək sərf etdik bu yarış üçün və nəticələri də özünüz gördünüz. Ümid edirəm ki, biz bu ənənəmizi davam etdirəcəyik. Əməyi keçən hər kəsə minnətdaram. Marneuli munisipalitetinin Qaçağan kəndinin əhalisinin təmənnasız olaraq Lancet klinikasının 15 yüksək ixtisaslı həkimləri tibbi müayinələrdən keçirdilər. Lancet klinikası bu aksiyanı Gürcüstan miqyası ilə həyata keçirir. Lancet klinikasının 15 həkimi əhalini müayinələrdən keçirir. Bu mərhələyə görə nəticələr müsbətdir. 30-40-a yaxın əhali bu aksiyada iştirak etmişdir. Həkimlər əhaliyə lazımlı reseptləri, forma 100 sənədini və başqa müvafiq sənədləri aksiyada iştirak edən insanlara vermişdir. Çox sağ olsun, gözümdə problem var idi. Yoxladılar, dedi hökümən operasiya olası, əməliyyat olasıdır. Ona görə də bütün sənədləri özləri hazırladı. İndi zəng eləyəcək bir aydan sonra. Nə vaxt takvim hazır sənədlər hazır oldu, gedəcəm Tiflisdə operasiya eləyəcəklər. Marneoli'də fəaliyyət göstərən elit kollecində az müddətli kursları bitirən tələbələrə sertifikat təqdimatı həyata keçdi. Sosial Xidmət Agentliyinin təşkilatçılığı ilə 6 fakultet üzrə təhsil almaq pulsuzdur. Bildiğimiz kimi bugün elit kolejində buranın bitirən 2 aylıq kursları bitirən məzunların sertifikat təqdimat gününə bizə dəvət ediblər və bu çox xoş bir gündür, çox maraqlı bir gündür. Ona görə ki, bizim bölgəmizdə, rayonumuzda bu kimi proqramlar həyata keçirilmirdi əvvəllər. Bir də ki, bildiyiniz kimi bura elitin açılışında bir iştirak etmişik. Ona görə bizim üçün çox maraqlıydı və diqqətlə izləyirdik burada gedən prosesləri, davamlı olmasını və bunun davamlı olması da bu bugünkü gün bir subutudur. Təbii ki, biz ilk növbədə bir millət vəkili kimi mən öz adımdan və Tamaz müəllimin, Tamaz bəyin adından söyləyə bilərəm ki, biz dövlətimizə, hökumətimizə çox təşəkkür edirik. Sosial Müdafiə Fonduna təşəkkür edirik. Onların maliyyəsinin nəticəsidir bu. Mənim üçün də çox böyük imkan idi. Çünki bu bizim üçün ikinci bir sənəd çox da asan əldə olunmur. Orada Novruz müəllimin təşəbbüsü ilə, Pilus Zviyadın dəstəyi ilə və burada dövlətimizin böyük dəstəyi bizlərə çox böyük imkan yarattı. Tək mənim üçün yox, burada oxuyan gənclər üçün çox da dəyərli şansdır. Bu şansdan kim istifadə eləməyi bacardı, kimə bu şans düşdü, şükür olsun ki, bugün də biz bu şansdan istifadə eləməyi bacardıq və bugün çox gözəl nəticə aldıq. Elə düşünürəm. Yəqin ki, bu nəticənin də universitetlərdən ola bilər, gələcək kadrlar olaraq, yaxud da böyük bir sənətdə peşə adamı ola bilər, özümüzü daha da doğruldacağıq. Mən buğalter olaraq bitirdim. Ümidvaram ki, buğalter olaraq da bu işin öhdəsindən yeri gəldi, vaxtı gəldikdə öhdəsindən gəlməyə layiqincə çalışacağım. Ჩვენი კოლეჯის მეშვეობით რეგიონში განხორციელდა კადრების გადამზადება. Bizim vasitəmizlə bölgənin ən çox ehtiyacı olan kadrlar hazırlandı. Bugün də elə həmin kadrlara sertifikat təqdim etmə mərasimi təşkil etdik. Sosial Xidmət Agentliyinin təşkilatçılığı ilə tam təmənnasız olaraq 6 fakultet üzrə tələbələrimiz təhsil aldılar. Həmçinin təhsil çərçivəsində öz ixtisasları üzrə onlar təcrübə də topladılar.